გაყალბებულ ისტორიაში როგორ ყალბდებოდა რეალობა და ფოტოგრაფიის მიმართულებაში რა ხდებოდა, რომ ვიცოდეთ რა. აი დაახლოებით წლები რო ავიღოთ 1850 წლიდან 1950 წლამდე. ნუ ზუსტად როდის შემოვიდა ფოტოგრაფია, დაახლოებით ესე რა, 1 საუკუნე რო ავიღოთ. ეს უძველესი ფოტოები, ანუ მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის შუარიცხვებამდე ფოტოები, განსაკუთრებით ეს ფოტოები, რომლებიც აი ნახატებს გავს, სინამდვილეში ფოტოგრაფი, როდესაც იქ იღებდა ფოტოებს, ეს ძველებული ფოტოაპარატები იყო მულიაჟ დეკორაციები, რომელიც საერთოდ არაფერს არ აკეთებდა სინამდვილეში და ანუ იმ გაგებით, რაც ჩვენ ვიცით და გვასწავლეს, რომ ფოტოს გადაღება ხდებოდა, დღესაც ანალოგიურია თითქმის, მაგრამ ცოტა ტექნოლოგიაა შეცვლილი, მაგრამ ჩვენ ვამბობ უძველეს შემთხვევაში, აი უძველეს ფოტოაპარატის შემთხვევაში ხდებოდა რა, რომ თვითონ იმ ესე ვთქვათ პირდაპირ ფურცელზე ხელოვნური ინტელექტი ხატავდა სურათს, ანუ სურათს ხატავდა. ეს ფოტოები არ არის სინამდვილეში ფოტოგრაფიის შედეგი, ეს არის ნახატები, რომელსაც ახორციელებდა ხელოვნური ინტელექტი, რეალური ხელოვნური ინტელექტი. ანუ მაგალითად ჩვენს აპლიკაციებში და საიტებზე და ChatGPT-ებში რა ხელოვნური ინტელექტებიც არის გააქტიურებული. სინამდვილეში ეს არის უბრალოდ შვილობილი კომპანიასავით რა. ანუ როგორ მცირე ფილიალები, რეალური ხელოვნური ინტელექტის მცირე ფილიალებია რაღაცა პორტალების და საიტების სახით წარმოდგენილი. ანალოგიური არის, ესე იგი, ეხლა აი ვიდეოს გაჩვენებთ რეკლამაში, სადაც ხდება, თქვათ, ხელოვნური ინტელექტის მიხედვით გადაიღებთ ოჯახის წევრები ფოტოებს და სტუდიურ ფოტოებად აქცევს. ანუ როგორც ეს შვილობილი მცირე ხელოვნური ინტელექტი, როგორც აი ამ ფოტოებს სტუდიურ ფოტოებად აქცევს, ზუსტად ანალოგიურად ხატავდა ოღონდ მატრიცაში პირდაპირ ესე ვთქვათ ფურცელზე პირდაპირ ხატავდა ამ მე-19-მე-20 საუკუნის фотоებს ხელოვნური ინტელექტი. არ ვიცი, რამდენად გასაგებად ახსენ, იმედია მიხვდით. აი ვიდეოც ნახეთ. Дима, ты куда? Как куда? На фотосессию с ребенком. Дим, так фотосессию в 21 веке можно сделать, не выходя из дома. Давай покажу. Пишем в браузере neurosphere.pro и переходим на этот сайт. Нажимаем панель управления и выбираем АИ изображения. Далее переходим в фотостудию и выбираем студию «Родитель и ребенок». Загружаем фотографию своей семьи и сцену выбираем, какая вам понравится больше всего. И нажимаем «Генерировать». Через несколько секунд получаем такие классные студийные фотографии, из которых можно сделать портрет и повесить на стену дома.